ჩვენთან არის ღმერთი. დაგვიდგა მეორე კვირა დიდი მარხვის მოსამზადებელი, რომელიც თქვენ კარგად იცით, იწოდება როგორც უძღების შვილის კვირა, იმიტომ რომ ჩვენ წავიკითხეთ დღეს სახარებიდან, ლუკას თავიდან მონაკვეთი იგავი, სადაც გადმოცემულია ეს იგავი. ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, ერთადერთხელ იკითხება მთელი წლის განმავლობაში მოსამზადებელ პერიოდში დიდი მარხვისა. წინა კვირას თქვენ იცით იყო მეზვერისა და ფარისევლის კვირა, დღეს არის უძღების შვილის კვირა. ძალიან ზოგადად რომ აღვნიშნოთ, დღევანდელი ეს თხრობა უძღების შვილთან დაკავშირებული არის ძალიან მარტივი. წარმოდგენილია ორი მდგომარეობა. ერთი, რამდენად შეიძლება დაეცეს ცოდვით ადამიანი, იმდენად რომ პირუტყვი გახდეს, ეს ერთი, მაგრამ აქ რო არ სრულდება მისი მოღვაწეობა, ანუ არ არის ჩაქნეული ყველაფერი, დაკარგული ყველაფერი არ არის და შესაძლებლობა რჩება ადამიანს, რომ იქიდან წამოდგეს. ამ პირუტყული მდგომარეობიდან შესაძლებელია წამოდგომა. ანუ იმედის სახარებაა შეიძლება ითქვას. ერთი მხრივ ძალიან რთული, მოსასმენათაც ძალიან რთულია, როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ის თავდაპირველი პატივი, რაც ჰქონდა მამასთან და პირუტყვი გახდეს მწყემსი ღორების. და მეორე, რამდენად შეიძლება დაიბრუნოს ისევ, როგორ შეიძლება დაიბრუნოს თავისი პატივი თავდაპირველი. აი ძირითადად ამაზეა საუბარი დღევანდელ სახარებაში, თუ არ ჩავთვლით იმ ძეს, რომელიც უფროსი ძია. ეს კიდე სხვა სალაპარაკო თემაა, მაგრამ აი უძღების შვილთან დაკავშირებული მაინც ეს არის, ეს ორი მომენტი, დაცემა და აღდგომა შემდგომ მისი ზნეობრივი ცხოვრებისა. ეს ძალიან ზოგადად, მაგრამ არის, ხა მე თავიდან არ მოყვები ამ იგავს, იმიტომ რომ თქვენ იცით შინაარსი ამ ყველაფრისა, სახარებაც წავიკითხე დღეს და იცით შინაარსი, უბრალოდ რამოდენიმე მომენტი მინდა აღვნიშნო დღევანდელ დღეს. აი პირველი ძალიან ისეთი დასაფიქრებელი. მამას ყავს ორი ძე, უფროსი და უმრწემესი, ანუ უმცროსი. და ეს უმცროსი ძეუბნება მას, მომეცი ჩემი წილის სამკვიდრებელი და გაუყო მამამ ეს სამკვიდრებელი. აი ეს თითქოს არაფრის დიდის მთქმელი არ არის ეს სიტყვები. მაგრამ რო დაუფიქრდი ადამიანი, დაინახავ რომ მამას უფროსი შვილი კი არ ასთხოვს მომეციო, უმრწემესი სთხოვს. რისი მიმანიშნებელია, საით მივყავართ ამ თხრობას. იქითკენ რომ პატარა გონების ხალხი ითხოვს სამკვიდრებელს ღვთისგან. დიდი გონება, თუ დიდი გონება ფართოდ მოაზროვნი აქვს ადამიანს, ღრმა თუ არის მისი აზროვნება, ის არასოდეს ღვთისგან სამკვიდრებელს არ მოითხოვს. უფროსი არ ითხოვს, უმწემესი სთხოვს მას. გონება დაბნელებული, პატარა გონების მქონე კაცი. გონება ჩლუნგი, ლიტონი, ცარიელი კაცი. პატარა, უმწემესი, გონების პატრონი. ერთი ესეთი დიდი ღვთისმეტყველი იყო მე-20 საუკუნეში, ერთ-ერთი ჩემი მოძღვართაგანი. ხა მე არ ვიცნობდი ამ კაცს, მოღვაწეობდა ჩემ დაბადებამდე 83-ში გარდაიცვალა. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი, ესეთი. ძალიან დიდი ადამიანი და მრავალ თხზულებათა შორის აქვს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო წლებში გამოიცა მისი შრომა, მისი ჩანაწერები დღიური. ძალიან საინტერესოა, უაღრესად საინტერესო, განსხვავებული სტილით დაწერილი, ნუ ბუნებრივია, როგორც ახსარებას ეუბნება ღმერთს, დღიური საერთოდ ამიტოა. და ერთ-ერთ დღეს, ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს ესეთ რამეს, რომ ყველას გაგვიგია ჩვენ, რომ ეშმაკზე ამბობენ გონიერი არსება, გონიერი არისო. ლოცვებში როგორ წერია,
მომაშორე ღმერთო გონიერი მგელი იგი ეშმაკზია საუბარი ანუ დამკვიდრებულია რომ გონიერია მაგრამ მე ვიტყვი ამბობს შმემანი რომ ეშმაკი არის უგუნური რატო იმიტომ რომ როგორ შეიძლება გონიერი იყო და ღმერთს აუმხედრდე შენ ეს ხო დაბალი გონების შედეგია დიდი გონება არ შეიძლება ამას აკეთებდეს აი რაც დღეს თქვი ჩვენ უმრწემესი სთხოვს პატარა გონების კაცი და რა სთხოვს უგუნურებას სთხოვს სინამდვილეში უგუნურებას სთხოვს იმიტომაც არის თვითონ უგუნური ეს უძღებიშვილი მომეცით ჩემი წილი სამკვიდრებელისაო აი ღმერთს ჩვენ უგუნური თუ არის ადამიანი რა სთხოვს ჩემი წილი მომეცი სამკვიდრებელისა და შენი წილი რა არის ამ სამკვიდრებელში ამ მამა მოაგროვა მთელი ცხოვრება და ქონება მთელი ცხოვრება და მუშაობდა ეს კაცი ყოფითა თუ ავიღეთ და შენ აი ჩვენ რო ვთქვათ ადამიანები შენ გაჩდი შენებურად შენ დაგბადეს მშობლებმა მადლობა უნდა თქვა ამის გამო რო იზრდები გზრდია მშობლები და ღმერთი ეხმარება მათ შენი არაფერი ჯანმრთელობა თუ გაქვს ღვთისგანა გაქვს თუ ნიჭი გამო გადგა რამეში რაღაცა საქმეში ისიც ღვთისგან არის ზოგს ძალიან დიდი მახსოვრობა აქვს ადამიანებს ესეც ნიჭია ღვთისა ზოგი რა და ზოგი როგორ და ეს ყველაფერი ხო ღვთის ნიჭიერება ანუ სამკვიდრებელი არის ღვთისა მაგრამ უგუნურ კაცს გონია რომ ეს ჩემი სამკვიდრებელია ღმერთმა რომ მომცა ამის ძალაუფლება მე მაქვს მე დავიმსახურე ეს ამიტოა მცირე გონების მქონე ქმნილება ეს უძღებიშვილი ფართოდ ვერ არის მოაზროვნე ან თუნდაც ავიღოთ იობის წიგნი თქვენ გახსოვთ უმდიდრესი კაცი წაართვა ღმერთმა უпроსორად ეშმაკმა ყველაფერი და ბოლოს წაართვა ჯანმრთელობაც და საკვანძო სიტყვები რა არის მისი შიშველი მოვედი ქვეყანაზე და შიშველი წავალ სხვათა შორის თამარ მეფე როცა მოდიოდა სამეფო ტახტზე ხალხს სწორედ ესე მიმართა სამეფო ჩემი არ არის წერილი წაიკითხეთ თუ გაინტერესებთ ამის წყარო აკაკი წერეთელი თამარ მეფის შესახებ როგორ ამბობს რომ მოდიოდა ეს დედაკაცი სამეფო ტახტზე ამბობს მე არაფრით მოვედი ქვეყანაში და არაფერს არ წავიღებ აქედან როგორი გონიერი ტვინით მოდიოდა ისე კი არა სანამ ეხლა მე ვარ უნდა დავიპყრო ყველაფერი არაფერს არ წავიღებ და ერთადერთი ის მინდა რომ ღმერთი შემეწიოს რომ ჩემ ხალხს ვემსახურო სანამ ვარ აქ აი რა ქრისტიანული შემართებაა ჩვენგან გასხოვებით დღევანდელ დღეს ესე იგი არაფრით მოვედი და არაფრით წავალ ამბობს იობი მაგრამ ეს უძღებიშვილი ესი არ ფიქრობს საერთოდ ამას გონია თავისი სამკვიდრებელია და მამა უშვებს ეუბნება კარგი შენ რადგანაც ესეთი დაბნელებული ჭკუისა ხარ იყავი შენებურად შენი საკუთარი ღმერთი შექმენი კი წადი არაფერს არ ეუბნება უпроსორად მიდის ეს შვილი თავისი ჯილდოებით იმით რაც არ ეკუთვნის მას უცხო ქვეყანაში წავიდა და ხაზგასასმელი რა არის აქ ერთი სიტყვა რომელიც არც ისე ლამაზი სიტყვაა გაფანტა თავისი სამკვიდრებელი მეძავთა თანა მეგობრებთან და მეძავთა თანა წერია და გასაგებია ახლა რა განმარტება უნდა ამას მაგრამ აი თუ ჩავხედავ ძველ აღთქმას თვითონ გარყვნილი ქალის მდგომარეობა რა სალაპარაკოა მაგრამ
ბიბლიაში ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. რატო მნიშვნელოვანი? მერვე საუკუნეში ქრისტეს შობამდე სამარიაში ცხოვრობდა ესეთი უცნაური წინასწარმეტყველი 12-თაგანი ერთ-ერთი. თქვენ იცით 4 დიდი წინასწარმეტყველია და 12 მცირე წინასწარმეტყველი და აი ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველთაგანი სახელად ოსია სამარიაში მცხოვრები, მერვე საუკუნეზეა საუბარი ქრისტეს განკაცებამდე. ასეთ რამეს წერს თავის წინასწარმეტყველებაში. ღმერთმა მიბრძანა, რომ ცოლად მომეყვანა მეძავი. გარყვნილი ქალი. როგორ შეიძლება ეს წინასწარმეტყველი, ჯერ ნორმალურ კაცს როგორ უნდა უთხრას ღმერთმა, მაგრამ ეს ხო წინასწარმეტყველია, როგორ შეიძლება საერთოდ რამე შეხება ქონდეს ამ კაცს ასეთ ქალთან. და მოიყვანა ამ კაცმა, ღმერთმა უთხრა, რომ ესეთი ცოლი უნდა გყავდეს შენ. მოიყვანა ესეთი ქალი. და რას ნიშნავდა ეს? რისი მითითება უნდოდა ისრაელისათვის ღმერთს? საერთოდ აი ამ შემთხვევაში, ოსიას შემთხვევაში, მეძავი იყო ისრაელი ღვთისადმი მიმართებით. სხვა ღმერთებს რომ ეთაყვანებოდა მთელი ებრაელობა ძველი აღთქმისა. ამით ღალატობდნენ თავიანთ შეიძლება ითქვას ღმერთს. იმ წესიერებას ღალატობდნენ. მეძაობდნენ სხვადასხვა ღმერთებთან, შეიძლება ასე ვთქვათ. და ოსია აი თავისი საქციელით ეუბნება ამ ხალხს, რომ თქვენ ყველანი გარყვნილები ხართ. იმიტომ რომ ერთადერთი პატარძალი თქვენი, ამ შემთხვევაში ღმერთი იგულისხმება, მიატოვეთ და მეძაობთ სხვადასხვა ღმერთებთან, წარმართა ღმერთებთან. ამით ამხილა ოსიამ, მოიყვანა ჭკუას ხალხი. ეხლა უძღებიშვილი. ეს რო წერია, ეს გარყვნილი ქალი, დახარჯა თავისი სამკვდრებელი ამ ქალებთან. სწორედ ღმერთებს ნიშნავს, წარმართულ ღმერთებს, უფრო სწორად. ამ უმრწემესმა შვილმა ძემ საკუთარ თავში უამრავი ღმერთი წარმოშვა. ერთადერთის გარდა, მამის წიაღის გარდა ყველაფერი იპოვა. თავისი გასართობები, მაინც და მაინც რაღაცა ქანდაკება კი არ უნდა იყოს. ის ვნებები ჩვენი ღმერთებია, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, რითი ჩვენ ცხოვრობთ. ეს უძღებიშვილი აი ღმერთები ცხოვრობდა. ამით ერთობოდა, ამას ეთაყვანებოდა. და გენეზისი ახლა ამ შვილისა. წავიდა უცხო ქვეყანაში, დახარჯა თავის ვნებებთან ეს ყველაფერი, რაც ღმერთმა მისცა, იმ ერთადერთმა. და რა ხდება? სიყმილი ჩამოვარდა იმ ქვეყანასა შინა. სიყმილი არის შიმშილი. კაცო, თუ ესეთი ნიჭიერი ხარ, სამკვდრებელი გამოგატანა მამა შენმა. ესე ერთობი ყოველ დღე. რა გიჭირს ესე? რატო უნდა გაგიჭირდეს, რომ შიმშილობა დაიწყო? ხო არ უნდა იყოს წესით. იმიტომ რომ რაც უფრო ერთობი უფრო მეტი უნდა გართობა გინდოდეს და უფრო ბედნიერი უნდა იყო. მაგრამ შიმშილი ამ შემთხვევაში არის სულიერი გაგებით, რა თქმა უნდა. და რაზეა მითითება აქ? იმიტომ რომ ის ღმერთები, რომელიც ჩვენ ვთქვით, ის ვნებები, კმაყოფილებას არ აძლევენ ადამიანს. იტყუებენ, მოდი ჩემი იყავი, როგორც მეძავი ქალები ეუბნებიან კაცებს. ჩემი იყავი, მაგრამ ტყუილს თავაზობენ. ბედნიერება არ არის ამაში. და ამან ეს ხო პატარა გონების კაცი ამან არ იცის, რომ შიმშილობა დაიწყება ცოტა ხანში მის სულში. ვერც ერთ ვნებას რო ვერ დააკმაყოფილებს, ეს არ იცის ამ საცოდავმა, იმიტომ რომ გონება არ უჭრის. ყველაფერი თავისი გონია და ამბოხია ღვთის წინაშე.
გაკეთებული მის მიერ. აი შიმშილობს. და იქამდე მივა ეს კაცი, რომ ღორების მწყემსად დანიშნავენ ჯერ ერთი. და არა მხოლოდ მწყემსად, ღორების საჭმელსაც კი არავინ აღარ აძლევს. იმიტომ რომ არა ყოფნის თვითონ ღორებს ეს საჭმელი. აი პირუტყვი, გაცხოველებული პირუტყული მდგომარეობა ადამიანის. და რატო დაემართა ეს ყოველივე? პატარა ჭკუისა იყო. ჩაკეტილი საკუთარ მეში. მე ძალიან ჭკვიანი ვარ. ეს არის. და მერე ამას ღვთისწინაში ამბოხი, ღვთისწინაში ამბოხმა გამოიწვია სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემა, ოსიასი არ იყოს როგორც სამხელს. ანუ თავის ვნებებისადმი თაყვანისცემა. ამ თაყვანისცემამ გამოიწვია შიმშილი, შიმშილმა სასოწყარკვეთილება იქამდე რომ პირუტყვი გახდა, მაგრამ ახსენდება მამა. აი აქ არის უკვე აღზევება ამ კაცისა. ამ პირუტყულობაში არ მინდა ვიყო ამბობს. ესე იგი წამოეზარდა ტვინი. სინანულის გრძნობა დაებადა. აღარ მინდა ამბოხი მამის წინაშე მე. და დავბრუნდები მამასთან. და მამა როგორ ელოდება მას? თავისი გაჩენილი შვილია ის. უცხო კი არ არის. შორიდან ელოდება და რამდენჯერ გადიოდა გზაზე ეს მამა, ხო, კაცმა არ იცის. ალბათ ბევრჯერ. და ერთხელაც რო გავიდა, ხედავს, მოდის დაფლეთილი, გაუბედურებული პირუტყვი ადამიანად ყოფილი. მოდის და დაუბრუნეთ სამოსელი პირველი დოჩანაშვილის რომანი აქედან არის აწერილი. და მიეცით ყოველივე ის, რაც სამეფო პატივს ეხება და შემოსეს და ზვარაკი დაუკლა მამამ. როგორი მიღება გაუმართა ღმერთმა ცოდვილ კაცს, მაგრამ სანამ ჭკუაზე ვერ ახარ, ღმერთი არ ჩაერევა, უпроსორად შეიძლება ერევა, მაგრამ შენ არ გინდა რომ ჩაერიოს. ყველაფერი არის პატარა გონების შედეგი, უმრწემესი გონებისა. როდესაც შენ ფიქრობ, რომ შენ ახარ მართალი, ღვთის რჯული და რამე კი არა, მე ვარ ჩემი ნაბადით. შედეგი როგორია? ხეხო ნაყოფითი ცნობა. თუ მე ძალიან ჭკვიანი ვარ, აი ძალიან ისეთი ჩემი მოგონილი არიან, მაცხოვარი ამბობს. ხე ნაყოფითი ცნობა. აი ესე შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი ცხოვრება. თუ ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ვერ არის დალაგებული, მე ხო ხე ვარ და ნაყოფი რა არის ჩემი? ნაყოფი შვილი არ არის, შვილებზე არ არის აქ საუბარი. ჩემი ცხოვრება, კაცო, როგორ ვითარდება? მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით? თუ არა ვარ, მაშინ ადამიანი მცირე ჭკუისა როცა როგორც უძღები შვილი, ყველას აბრალებს, გარდა საკუთარი თავის. ყველა დამნაშავია. მე ვარ მარტო ერთადერთი იდეალი. ეს არის პატარა გონების მდგომარეობა, როცა ესე ფიქრობს. უძღები შვილივით. პატარა გონება და მერე იწვევს, როგორც გითხარით, როგორ განვითარდა მისი გზა. პირუტყვი გახდა. ასე ხდება ხშირად ადამიანთა შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში. ყოველთვის შევამოწმოთ ხოლმე, რა ნაყოფი მიჭირავს მე ჩემი ცხოვრებისა? ვარ ნორმალური თუ არა? და თუ ნაყოფი არ არის სწორი, ესე ხე არა ყოფილ ვარ ჯამთელი და პატარა გონების კაცი ვარ მე. აი ამისკენ არის მითითება დღევანდელი სახარებისა. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა სიფართოვი აზროვნებისა და სიღრმე ჭკუისა, რომ არ ჩავარდეთ უძღები შვილის მდგომარეობაში. ყველაფერი არის ჩვენი გონების შედეგი. უმეტესწილად ყოველ შემთხვევაში.
ჯვარი გეწეროთ, გაიხრით.